აკადემიური მრგვალი მაგიდა. სწორედ ამ სახელწოდებით გრძელდება ცოტნე დადიანის დარბაზსა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარე შეხვედრები, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა სისტემატიურ სახეს იღებს. ამჯერად ცოტნე დადიანის დარბაზმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოიწვია და მათი გამოცდილება ჩვენი ქალაქის მოზარდებს გააცნო. ეს არის აკადემიური მრგვალი მაგიდის გაგრძელება უკვე სკოლებში, დღეს არის პირველი სკოლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სკოლა დავაჯილდოვოთ ცოტნე დადიანის დარბაზის ორდენით, ეს საკმაოდ საპატიო ჯილდო არის, თუ შეიძლება ასე ითქვას. დღევანდელი შეხვედრის თემა გლობალიზაციასა და ნაციონალიზმს ეხებოდა. ჩამოსულმა სტუდენტებმა მეცნიერული თვალსაზრისით ახალგაზრდებს სათქმელი სწორად ჩამოუყალიბეს და აუდიტორიამდე მთავარი დევიზიც მიიტანეს. ვისაუბრეთ თანამედროვე გამოწვევებზე, ვისაუბრეთ ქართულ ნაციონალიზმზე, ვისაუბრეთ დღევანდელ პრობლემებზე, თანამედროვეობის პრობლემებზე, გლობალიზაციაზე და ძალიან დიდი იყო დაინტერესება ბავშვების და ძალიან მოგეწონა. დიდ მადლობას ვუხდი აი ჯავახიშვილის ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც დღეს პატივით აგვიდეს და ჩვენთან ერთად არიან. ცოტნე დადიანის დარბაზი მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გეკმავს.